ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან, მე მარია მუგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ შეფასებებსა და კომენტარებს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან და საექსპერტო წრეებიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეს აჩვენებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გაუფასურებას, რომელიც ცდილობს კრემლთან საქმის გამოსწორებას და ოფიციალური მოსკოვის დამშვიდებას. ეს სამარცხვინოა, ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი სოხუმში აეროპორტის გახსნაზე. ნახეთ ინტერვიუ ჩვენს ეთერში. გადაცემის ბოლოს კი ტრამპის ადმინისტრაციის ხმაურიანი განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომსა და ქვეყნის პირველ პირზე. ვაშინგტონში გასული კვირის მთავარ თემას აფასებენ. საქართველოში პროდასავლური პროტესტის თითქმის 3 თვის თავზე დასავლეთის ქვეყნების საქართველოს მთავრობას კვლავ მოუწოდებენ მოусმინოს საკუთარი მოსახლეობის ხმას და დასავლურ გზას დაუბრუნდეს. ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ნათელია ქართული ოცნება საკუთარი არარსებული ლეგიტიმაციის დამტკიცებას გამუდმებით ცდილობს. ვაშინგტონში კი მაშინ, როცა თეთრი სახლისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტებში საქართველო არ ჩანს, ამერიკის ხმას ეუბნებიან, რომ კონგრესის როლი საქართველოს მიმართ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შემუშავებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეკა მაღალდაძე ესაუბრა ანალიტიკოსებსა და კანონმდებლებს. ავტოკრატიის საგანგაშო სიგნალები საქართველოდან. ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლარა ლინდერმანი. ლინდერმანი მაკენის ინსტიტუტის პოსტსაარჩევნო მისიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა და ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესის პერიპეტიებს პირადად გაეცნო. მისი თქმით, ხელისუფლება უფრო და უფრო მეტ შემზღუდავ ნაბიჯს დგამს და დასავლეთისგან არარსებული ლეგიტიმაციის დამტკიცებას იმით ცდილობს, რომ აჩვენებს, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. ხელისუფლებას ძალიან სურს, რომ ლეგიტიმურად მიიჩნიონ. ძალიან ცდილობს ამას, სწორედ იმიტომ, რომ მას ბევრი დასავლური ქვეყანა ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. მართალია, ბევრი შესაძლოა არ გამოსულა მკაცრი განცხადებებით, რომ არ აღიარებს ამ მთავრობას, მაგრამ მათ არ შეუფასებიათ არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და არც მთავრობა უღიარებიათ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს ნებისმიერ შესაძლებლობას საჯარო ფორუმს, საჯარო სივრცეს, რომელშიც იტყვის, რომ დიახ, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას და მართლაც გვაქვს ლეგიტიმაცია. ამის გაკეთებას იმიტომ ცდილობენ, რომ მათ ეს ლეგიტიმაცია არ აქვს. ლინდერმანის აზრით, მაშინ, როდესაც საქართველო თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სიის სათავეში არაა, სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული მიმართულებები კი ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა კონგრესზე ნიჭება და იმ კანონმდებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთგვარი გზამკვლევის როლი შეასრულონ ახალი ადმინისტრაციისთვის საქართველოს პოლიტიკის განსასაზღვრად. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. კონგრესს შეუძლია ბევრად უფრო თამამი იყოს და თქვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მიმართ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ასეთი უნდა იყოს. იქნება ეს არაღიარება, შეზღუდული აღიარება თუ სხვა რამ ამ კანონპროექტებით გათვალისწინებული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუ კი კონგრესში ამ საკანონმდებლო ინიციატივებს მიიღებენ, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაც საშუალება, რომ უფრო წინ მიმავალი და სტრატეგიული ნაბიჯები გადადგას იმაზე დაფუძნებით, რომ ასეთია კონგრესის, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული და მხარდაჭერილი კანონმდებლების პოზიცია. მათ სურთ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. საუკეთესო იქნება, რომ კონგრესმა გადადგას მტკიცე ნაბიჯები, რომლებსაც შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი მიჰყვება. ქართველი ხალხის ხმა კონგრესში ესმით და მოვლენებზე დაკვირვებას აგრძელებენ. ასეთია ამერიკელი კანონმდებლების ბოლო განცხადებები. წარმომადგენელთა პალატის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს ორპარტიული განწყობაა. ის რა საქართველოში ხდება შემაშფოთებელია. ამერიკა საქართველოს თავისუფლების მოყარე მოსახლეობის გვერდით დგას. იმ ხალხის, ვისაც ავიწროებენ, ხალხის, ვისაც აპატიმრებენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მე ნამდვილად ვაპირებ მათი ხმა გავაჟღერო ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა მოქალაქეების მთელ მსოფლიოში. მე კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, თავისუფალ და ღია პრესაზე თავდასხმებით, დემონსტრანტებზე თავდასხმებით, ხშირად მათი ძალადობრივი დაშლით. საქართველოს ლიდერების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილად არაა აყვავებული დემოკრატიის ნიშანი. მე და ბევრი ჩვენგანი ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ეს ორპარტიული საკითხია. რესპუბლიკელები და დემოკრატები ამის შესახებ ძალიან შეშფოთებულნი არიან.
რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ რუსეთის გავლენა ჩინეთ-ირანთან ურთიერთობა და ზოგადად ოლიგარქიულ რეჟიმებსა და სისტემებს შორის თანამშრომლობა დიდი პრობლემაა, რომელიც ამერიკას უნდა აინტერესებდეს უშუალოდ საქართველოს კონტექსტშიც და ზოგადად დემოკრატიის კუთხითაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი გაიგებს, რომ ქართული ოცნება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიეყიდა იმპორტით, რომელსაც აშენებენ. იმავდროულად ისინი თეირანის რეჟიმსაც მიეყიდნენ, მაშინ როცა თეირანი დონალდ ტრამპის მოსაკლავად მკვლელებს აგზავნის. ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც დაახლოებით 80 დღეა ქუჩაში პროტესტს აგრძელებს, ძალიან მამაცია. ასევე მამაცია ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის ნამდვილად შთამაგონებელია. ეს ნამდვილად უნდა იყოს ამერიკის ინტერესი. საქართველოში სასწორზე დევს ის იდეა, რომ ქვეყნებს შეეძლოს საკუთარი მიმართულების არჩევა, საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის გადაწყვეტა. რუსეთი ამას არღვევს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. ასე რომ ჩვენ უნდა ვიდგათ მტკიცედ და უზრუნველყოთ, რომ დემოკრატია მტკიცია და სუვერენიტეტი დაცული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ ლიდერებსა და კრიტიკოსებს კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. პარალელურად გამკაცრდა დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, იზრდება ჯარიმების რაოდენობა და მთავრობა ახალ მედია რეგულაციებსაც აანონსებს. მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი სატესტო ფრენა თებერვლის პირველ კვირაში შესრულდა. მოსკოვში ამბობენ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან, ქართული მხარე კი დუმს. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუგმია ოფიციალური მოსკოვის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ხელყოფს. რატომ ახლა? რას ნიშნავს მოსკოვისგან ეს ნაბიჯი როგორც საქართველოს, ისე რეგიონისთვის? ნახეთ ინტერვიუ თადარიგის პოლკოვნიკ ბობ ჰამილტონთან. ინტერვიუს სრული ვერსია, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე amerikis.com. Colonel, thank you so much for your time and for this interview. As you know, პოლკოვნიკო, დიდი მადლობა თქვენი დროისა და ამ ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სოხუმის აეროპორტმა, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, 7 თებერვალს სატესტო ფრენა მიიღო მოსკოვიდან. რუსი ოფიციალური პირების თქმით, აეროპორტი 1 მაისს გაიხსნება, რადგან სურთ საზაფხულო სეზონი ასე დაიწყონ. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს კრემლში აეროპორტის გახსნა, რომელიც აქამდე უმოქმედო იყო და თვლით თუ არა, რომ დამთხოვაა, რომ ამას უკრაინაში ომის ფონზე აკეთებენ? Kremlin remembered this inactive airport. Well, I think the Kremlin ფიქრობ დიდი ხანია, რაც კრემლს ამ აეროპორტის თავიდან ამუშავება სურდა, მაგრამ რამდენიმე წინააღმდეგობას აწყდებოდა. ერთ-ერთი ისაა, რომ როგორც თქვენ თქვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის წინ დახურა. ასე რომ საერთაშორისო ფრენების იქ კანონიერად განხორციელება შეუძლებელია. ეს არის იმის გამოხატულება, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, როგორც უბრალო ინსტრუმენტს, იარაღს, რომელსაც საკუთარი მტრების წინააღმდეგ იყენებს. იქნება ეს მოლდოველი ხალხი და მოლდოვის მთავრობა თუ ქართველი ხალხი. რუსეთს აეროპორტის თავიდან გახსნა რამდენიმე მიზეზის გამო სურს. ერთ-ერთი ტურისტული სეზონია. რუსი ტურისტების რაოდენობა ზაფხულში იზრდება და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დე-ფაქტო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს რუსეთის არ გაღიზიანებას უკრაინაში ომის ფონზე, ჩიხშია და მას არსად მივყავართ. კრემლისგან გადადგმული ასეთი ნაბიჯები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ამ პოლიტიკას არსად მივყავართ. ეს აჩვენებს, რომ რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ კრემლში მყოფების სასიამოვნოდ, თუ მათი არ გაღიზიანებისთვის, რუსეთი მაინც ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც რუსეთს სურს. მოსწონს ეს საქართველოს მთავრობას თუ არა. happy or appease official Moscow, Russia's going to do what's in Russia's interest, whether or not the Georgian government likes it. Airport is called international. სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ჰქვია, თუმცა როგორც თქვენ თქვით, ICAO სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია მას არ ცნობს, ვინაიდან ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. თავის დროზე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან ჰქონდა. თუმცა ახლა მომხდარზე არაფერი კოსმის ახლანდელი მთავრობისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? Right now we don't hear anything from Georgian government. No comments, no official statements about it. Why do you think so? Well, because I think, as I said, it shows. როგორც ვთქვი, ეს აჩვენებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გაუფასურებას, რომელიც ცდილობს კრემლთან საქმის გამოსწორებას და ოფიციალური მოსკოვის დამშვიდებას. ეს სამარცხვინოა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი ქვეყანა. რუსეთს გულისხმობ და სწორედ რუსეთი უწევს იგნორირებას საერთაშორისო კანონმდებლობას. იმ ფაქტს, რომ თითქმის არც ერთი ქვეყანა არ მიიჩნევს აფხაზეთის თავზე საჰაერო სივრცეს რუსეთის ან აფხაზეთის საჰაერო სივრცედ. ლეგალურად ის საქართველოს საჰაერო სივრცეა.
სივრცეა. ასე რომ ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ამის იგნორირება ხდება, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აეროპორტის გახსნისთვის და საქართველოს საჰაერო სივრცის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის ემზადება, თბილისის ხელისუფლების სირცხვილია. მათი დუმილი ვფიქრობ იმის მანიშნებელია, რომ მათ სურთ ეს ამბავი უბრალოდ მიიჩქმალოს და საერთოდ არ მოუწიოთ კომენტარის გაკეთება. They would like to see this story just go away and not have to comment on it at all. Jamal Gamakharia, who is a chairman of the Abkhazian Supreme Council in exile. Jamal Gamakharia აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი აზრით ეს იქნება სრულად რუსული აეროპორტი, სადაც აფხაზებს არც კი შეუშვებენ. მისივე აზრით რუსეთი მის სამხედრო ავიაბაზად გამოყენებასაც აპირებს. თვლით თუ არა, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზანი და თუ ასეა, მაშინ რა სამხედრო გამოწვევებზე თუ საფრთხეებზე შეიძლება ვისაუბროთ ზოგადად და საქართველოსთან მიმართებაშიც. Yeah, certainly there's ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ თუ აეროპორტს სრულად აღადგენენ, მან სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები მიიღოს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. რუსებს შეუძლიათ საწყობებით სააშენონ იქ სამხედრო თვითმფრინავებისთვის, იარაღისთვის და მსგავსი ნივთებისთვის. ის ადვილად გამოდგება სამხედრო აეროდრომად. ისევ და ისევ ეს შეესაბამება იმას, რასაც რუსები აკეთებენ ოჩამშირეში საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით. მათ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაკარგეს ტერიტორიები მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო ბაზებისთვის. მათ არსებითად დაკარგეს შავი ზღვის დასავლეთი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იქ ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაძირეს ან მძიმედ დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25-დან 30%-მდე. ყირიმშიც უპასუხოდ ოპერირება აღარ შეუძლიათ, რადგან უკრაინას შეუძლია და წვდება კიდეც ყირიმს და უტევს მას. ასე რომ ეს ტერიტორიები მათთვის დაკარგულია. გარდა ამისა, რუსეთი ბაზების დაკარგვის პროცესშია სირიასა და ტარტუში. როგორც მინიმუმ, ოპერაციებს იქ ძალიან შეამცირებენ. ასე რომ რუსეთი ჯარი ეძებს ახალ ადგილებს ოპერირებისთვის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მიმართულებით და შესაბამისად როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ბაზებს. ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს. ის მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და თავად სხვა ღირებულება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რას ამბობს რუსეთი, ის აფხაზეთის სუვერენიტეტით თუ დამოუკიდებლობით დაინტერესებული არ არის. ის აფხაზეთს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის და შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის თუ მისი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შელახვისთვის იყენებს. თუმცა ამას ქართული ოცნების მთავრობაც მშვენივრად ახერხებს. მოსკოვისგან დახმარება არ სჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დროს, როდესაც რუსეთს შეეძლება, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა დააზიანოს, ასეც მოიქცევა. You keep mentioning Ochamchire port, which, as I understand, is one. თქვენ ოჩამჩირის პორტს ახსენებთ, რომელიც შესაძლოა რუსეთის ფლოტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი გახდეს. როგორც ვიცი, მისი გაღრმავების შემდეგ ახლა ამ პორტს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი გემის მიღება შეუძლია. ხედავთ თუ არა ოჩამჩირის პორტისა და სოხუმში აეროპორტის გახსნას შორის კავშირს და უსაფრთხოების რა გამოწვევებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში? We're talking about here. So სპეციფიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მოხდა ოჩამშირის პორტის გაღრმავება, არ მაქვს. შესაბამისად, ვერ გეტყვით ზუსტად რა ტიპის საბრძოლო ხომალდების მიღება შეუძლია მას. მაგრამ კრემლმა ოჩამშირეში ბაზის გახსნაზე განცხადება გააკეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია იმის თქმა, რომ ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ მან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი ხომალდი მიიღოს. საუბარია კრეისერებსა და ფრეგატებზე, საშუალო ზომის ტიპის გემებზე. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ავიამზიდზე. რუსეთს ასეთი მხოლოდ ერთი ჰყავს და ის შავ ზღვაში ნამდვილად ვერ მოხვდება. თუმცა სხვა დანარჩენი, რაც რუსეთს შავი ზღვის ფლოტში ჰყავს, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ოჩამშირეში შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოხუმის აეროპორტით შეიძლება რომ სამხედრო მიმართულებით გამოიყენონ, მაშინ სამხედრო საფრთხე, რაზეც ვსაუბრობთ, ისაა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ბაზა, საიდანაც რუსეთს შეიძლება უკრაინაზე თავდასხმა განახორციელოს. ეს აუცილებლად და გადაუდებლად სამხედრო საფრთხეს არ უქმნის საქართველოს, თუმცა რა თქმა უნდა ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა რუსეთს არ აქვს არანაირი სამხედრო მიზეზი საქართველოზე თავდასხმისთვის. ის სამხედრო ჩარევის გარეშე უკვე იღებს ყველაფერს, რაც საქართველოსგან სურს. ის იღებს მთავრობას, რომელიც საქართველოს აშორებს ნატოსგან, ევროკავშირისა და დასავლეთისგან და მოსკოვის ბანაკში პოზიციონირებს. ვფიქრობ, მთავარი სამხედრო დანიშნულება, როგორც ოჩამშირის ბაზის, ისე სოხუმში აეროპორტის სავარაუდო ორმაგად სამხედრო და სამოქალაქოდ გამოყენებისას, რუსეთს აძლევს დამატებით პლატფორმას შავ ზღვასა და მის თავზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებისთვის.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე უკრაინა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამერიკის ახალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიდგომა ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით კვლავ გასული კვირის მთავარი განსახილველი თემა იყო. გადაცემის ბოლოს ჩემი კოლეგა მაია ქვარცხავა მოგიყვებათ იმაზე, თუ როგორ აფასებენ ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში შეერთებული შტატების ახალ მიდგომას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის უკმაყოფილება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ის მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიიწვია და მასთან შეუთანხმებლად საუბარი ჯერ მოსკოვთან არჩია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლის მიწურულს ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ლიდერები ერთმანეთს რიადში, საუდის არაბეთში შეხვდნენ და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უმაღლესი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მოილაპარაკეს. თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეგრეთ წოდებული პარალელური დიპლომატიის მეთოდს ირჩევს და მეომარ მხარეებთან შეხვედრას ცალ-ცალკე ამჯობინებს. მოგვიანებით ტრამპმა არჩევნების გადადების გამო ზელენსკის დიქტატორი უწოდა და უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე მიუთითა. მან თქვა, რომ ზელენსკი საშუალო დონის კომიკოსია, რომელმაც ვაშინგტონი 350 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემაზე დაიყოლია ისეთი ომის საწარმოებლად, რომლის მოგებასაც ის ვერასდროს შეძლებდა. ტრამპმა ზელენსკი იმის გამო გააკრიტიკა, რომ როგორც თავად თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა ომის აღკვეთა თავიდანვე ვერ შეძლო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვიგებ, რომ უკრაინელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი არ იყო. საქმე იმაშია, რომ მათ ადგილი 3 წელს ჰქონდა და მანამდე კიდევ უფრო დიდხანს. ვფიქრობ, ამის მოგვარება წლების წინ ძალიან იოლად შეიძლებოდა. მიწების დაკარგვის, ადამიანთა სიცოცხლის, ქალაქების დაკარგვის გარეშე. თავის მხრივ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და თქვა, რომ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშაა. მან ვაშინგტონის შეთავაზებაც უარყო ამერიკის დახმარების სანაცვლოდ უკრაინის იშვიათი მინერალები დაეთმო, რადგან ზელენსკის აზრით ის ამერიკის ინტერესებზეა ორიენტირებული და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის. დემოკრატი სენატორები ამერიკის ხმასთან საუბარში პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს აკრიტიკებენ და ხაზს უსვამენ, რომ დიქტატორი არა უკრაინის, არამედ რუსეთის პრეზიდენტია. პრეზიდენტ ტრამპისგან უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტამდე და სამართლიანი, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევამდე არასწორად წარმოაჩენს იმას, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არასდროს აურჩევიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. საკითხი ასე უნდა იდგეს: პუტინი არ არის აგრესორი, პუტინი არ არის არალეგიტიმური დიქტატორი და პუტინი არ უნდა იხდიდეს ძვირსაფასურს იმ წარმოუდგენელი ზიანის და ტანჯვისთვის, რაც მან უკრაინელ ხალხს მიაყენა. რესპუბლიკელი სენატორის კევინ კრეიმერის თქმით, ეს ყოველივე მხოლოდ მოლაპარაკების სტრატეგიის ნაწილია. ეს არის ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს ახასიათებს. ის მოლაპარაკების წინ ორივე მხარესთან პოზიციას იკავებს. მისთვის უპირატესი ამერიკაა. დიდ მნიშვნელობას ამას არ მივანიჭებდი. უკვე მივეჩვიეთ მის ოსტატურ მეთოდს, როცა ის პროდუქტიული მოლაპარაკებისთვის ფონს წინასწარ ქმნის. მიზანი იგივეა, რაც არაერთხელ უთქვამს. სწრაფი და სრული სამშვიდობო რეზოლუცია. არც რესპუბლიკელ და არც დამოუკიდებელ სენატორებს, ვისაც ამერიკის ხმა ესაუბრა, ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრია. არაფერი შეგეშალოთ. უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მთელ პლანეტაზე ერთადერთი ადამიანის კისერსია. ეს იყო ვლადიმირ პუტინი და მისი გათვლა შეჭრილიყო უკრაინაში და იქ არ გაჩერებულიყო. შემდეგ მოდიოდა მოლდოვა, ბალკანეთი, ბალტიისპირეთი და ბოლოს მისცემდა სიგნალს ჩინეთს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მათი ჯერი დადგა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ უკრაინის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება და ტრამპსა და ზელენსკის გარკვეულ პირობებზე დათანხმება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ. სხვათა შორის მე მხარს უჭერ ამ შეხვედრას. ამერიკა-რუსეთის დიალოგი საჭიროა, ეს დისკუსიების უფრო ფართო არქიტექტურის ნაწილია. მაგრამ საბოლოო ჯამში სამშვიდობო შეთანხმება ვერ მოხდება უკრაინის გარეშე. უკრაინა ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ამ ომშია ჩართული, რომელსაც საკუთარი თავის დასაცავად მსხვერპლის გაღება უწევს. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებდი ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიის შეფასებისგან, ვიდრე მის შემდგომ ნაბიჯებს არ ვიხილავთ. მოვლენების კვალდაკვალ კიევში კით გელოგი ჩავიდა. ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა ვაშინგტონთან შეთანხმებასა და მშვიდობის დამყარებაზე, მაგრამ იქვე ხაზი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობასაც გაუსვა. გენერალ კელოგთან საუბარი იმედს აღადგენს. ჩვენ ამერიკასთან ძლიერი შეთანხმებები გვჭირდება, ისეთი, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები განუყოფელი უნდა იყოს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, უკრაინას, ევროპას და ამერიკას.
სამომავლოდ შეთანხმების იმედი ვაშინგტონმაც გამოთქვა. Look, President Trump. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი ახლა ძალზე გაღიზიანებულია პრეზიდენტ ზელენსკის გამო. ფაქტია, რომ მან შეთანხმებაზე უარი თქვა. არის ურვა ჩვენგან შეთავაზებული შესაძლებლობის მიღება. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს მაინც შევთანხმდებით და იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება. მაია კვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას. ხედვა ვაშინგტონიდან, მე მარია მუგრახელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, თქვენ კი ჩვენი გადაცემებისა და ანალიტიკური მასალების ნახვა როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikiskhma.com. შემოგვიერთდით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.